პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს ყველა წევრ ქვეყანასა და მსოფლიოს მიმართა წერილით. წერილი ძალიან საინტერესოა. და ცალსახად ჩემი მოსაზრებით ცალსახად დადებითად ან ცალსახად უარყოფითად შესაძლებელი არ არის მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ უკლებლივ ყველაფერს, ყველა ამბავს, ყველა პროცესს, ყველა მოვლენას, ყველა წერილს, ყველა წერილის შედეგს, შესაძლო შედეგს დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ. ამ წერილის დინამიკა ჯერ არ გამოჩენილა, არ არსებობს, მაგრამ საინტერესო თავისთავად არის და კვლავ ვიმეორებ. ასე თქმა, აი მარტო წერილი რო ავიღოთ, ეს წერილი რო განვიხილოთ, რასაც ვიზამკიდეთ ახლა, რო განვიხილოთ და თქმა იმისა, რომ წერილი აი ცუდია და არასწორია, ან პირიქით წერილი კარგია და სწორია, ჩემი მოსაზრებით არ შეიძლება. წერილი წყება ასე. მე მზად ვარ დავაწესო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სწორი წინადადება, კარგი, არაჩვეულებრივი, ის მზად არის თურმე და ეს ვიცოდით ისედაც, რომ დააწესოს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძახილის ნიშანი, რომ იყოს დასმული ამ წინადადების ბოლოს. თუმცა მე გავბედავ და ვიტყვი, რომ სანქციები, უმკაცრესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ტრამპს, ჩემი მოსაზრებით, შეერთებულ შტატებს, ჩემი მოსაზრებით, აქამდეც უნდა დაეწესებინა და მომავალში მზად ვარ დავაწესო მომავალში მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ცოტა გულის წყრომას, გულის ტკივილს კი იწვევს ვინმე მსოფლიოს 8 მილიარდი ადამიანიდან, ან შეერთებულ შტატების მოქალაქეებიდან, ან უკრაინის მოქალაქეებიდან, ან ევროპის მოქალაქეებიდან, ან პოლიტიკური ელიტებიდან, ამა თუ იმ ქვეყნისა მიუტრიალდეს და უთხრას პრეზიდენტო ტრამპ აქამდეც უნდა დაგეწესებინათ და აქამდე რატომ არ დააწესეთ და მომავალში რო ვაპირებთ, როგორ უნდა დაგიჯეროთ, როცა ბევრჯერ გაქვთ ამგვარი რამნათქვამი, ხომ? ვინმეს მართალი იქნება, მაგრამ აკი გითხარით, დავანებოთ ამას დავი და დინამიკაში განვიხილოთ საკითხი. უბრალოდ ამ წინადადებას მოჰყვება, მოსდევს ისეთი კავშირი, ისეთი სიტყვა, ისეთი შემდგომი წინადადება, რომელიც ცოტა გაუგებარი არის ბევრისათვის. ჩემთვის ნაწილობრივ გასაგებია. განვმარტოთ. მე მზად ვარ დავაწესო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ აი ეს კავშირი არის რეალურად პრობლემური. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, ანუ მანამდე კი არა, პირველი კი არ ვიქნები. სანქციების პირველ დამწესებელი კი არ ვიქნები. მხოლოდ მას შემდეგ, როცა ნატოს ყველა ქვეყანა დაეთანხმება ანალოგიური ზომების მიღებას და შეწყვეტს რუსეთისაგან ნავთობის შეძენა. სწორია. ნატოს ბევრი ქვეყანა სამწუხაროდ ობიექტურად ევროპის სახელმწიფოები ვაჭრობენ რუსეთთან და ნავთობს შეიძენენ ხოლმე, ყიდულობენ რუსეთისაგან, ამით რუსეთის ომის მანქანას ისინი აძლიერებენ. ეს არის ჯიუტი ფაქტი. უპირველეს ყოვლისა, ნატოში ტრამპის, ანუ შეერთებული შტატების უფრო ზუსტი რომ იყო, მოკავშირეები უფრო აკეთებენ ამას. უნგრეთი, ასე მაგალითად. მოკავშირეების სიტყვით მაინც ორბანი ერთის მხრივ პოზიციონირებს როგორც ანტიევროპელი, მეორეს მხრივ ამავე ევროპაში რჩება, მესამე მხრივ პოზიციონირებს უნგრეთის ლიდერი როგორც რუსეთის ერთგვარი ტროას ცხენი შუაგულ ევროპაში და მეოთხე მხრივ, მთავარ მხრივ ის ამბობს, რომ ტრამპი, ეს კონსერვატორი კაცი, ჩემი ძმაკაციაო, მე ევროპის ტრამპი მასშტაბით ცხადი არა და არც ქმედებებით, მაგრამ აი ევროპაში რასაც ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებში აკეთებს, იმას მე ვცდილობ უნგრეთში ან ზოგადად ევროპაში. ამიტომ თუ ვინმესთვის აქვს სასაყვედურო, პირველ ყოვლისა სასაყვედურო ან თუ ვინმეს უნდა მიუთითოს პრეზიდენტმა ტრამპმა, უნდა მიუთითოს პირს, რომელიც მასთან არის ვერბალურად მაინც მას ეყრდნობა, მისი მხარდამჭერია შუაგულ ევროპაში. აღმოსავლეთ ფლანგზე თუ გლებავთ ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც ევროპის კონტინენტის და ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა უნგრეთი. როგორც თქვენთვის ცნობილია, აგრძელებს ტრამპი, ნატოს ერთგულება გამარჯვებისადმი სრულყოფილი არ ყოფილა, ხოლო ზოგიერთი თქვენგანის მიერ რუსული ნავთობის შეძენა აბსოლუტურად მიუღებელია. ერთგულება, ამ მეორე წინადადებაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთგულება გამარჯვებისადმი სრულყოფილი მართლაც არ ყოფილა განსაკუთრებით. განსაკუთრებით გაგიკვირდებათ და ბაიდენის და ბაიდენს ვინჩივის, ობამა მერკელიადის პერიოდში, პირობებში.
დემოკრატი ობამა, პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, არის ავტორი, მთავარ ავტორი გადატვირთვის პოლიტიკისა რუსეთთან. ეს ხდება 2009 წელს მარტის თვეში, საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 7-8 თვის შემდეგ. ანუ მაშინ როცა უნდა დაესაჯათ რუსეთი, ობამამ ჰილარი კლინტონს საკუთარ სახელმწიფო მდივანს გაატანა გადატვირთვის რესტარტ რეზეტის ხილაკი და ლავროვმა და შვეიცარიაში ლავროვმა და ჰილარიმ დააჭირეს იღადავეს კიდეც. და მერკელი რა საკვირველია, რომელიც უგორებდა მერკელი თავად მემკვიდრე შროდერისა, გერმანიის კანცლერი, ერთიც და მეორეც, რომელიც აი ახლაც ამ წუთებში, როცა თქვენ ისმენთ ჩემს ვიდეო ბლოგს, მოსკოვშია მოკალათებული ეს ასაკში შესული კაცი და რუსეთს ემსახურება გაზპრომშია. ამიტომ სწორია ტრამპი, მაგრამ ხისტია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, უნგრეთს ან სლოვაკეთს ან სლოვენიას ან თუნდაც საფრანგეთს, ხო? მოსთხოვო მკვეთრი ზომების გატარება, სწორი მკვეთრი ზომების გატარება რუსეთის წინააღმდეგ მართებულია გერმანიას მოსთხოვო. მაგრამ ხო უნდა დააკვირდე, რომ მერცი ასე მაგალითად ისევ გერმანიას მიუბრუნდები მიდის აშკარად ანტი მერკელის გზით. და ნაცვლად იმისა, რომ წაახალისო ის, მას შესთავაზო მათ შორის ალტერნატიული ვარიანტები თუ ალტერნატიული წყაროები, როგორ უნდა შეივსოს მათი ნავთობის მარაგი, მათი ბუნებრივი აირის მარაგი, გაზის ბუნებრივი აირის რეზერვუარებში. მთელი ევროპისა, გერმანიისა კი არა, მთლიანად ევროპისა, ხო? ნაცვლად იმისა, რომ შესთავაზო ღიად თუ ფარულად და ეს შეთავაზებები გაკეთებული განა არა აქვს, მაგრამ აი ასე კი არ და მიაწვე მეორე მხრივ თუ მსოფლიო ლიდერი ხარ. აბსოლუტურად მიუღებელიაო, დიახ, აბსოლუტურად მიუღებელია. მაგრამ აი პირველ წინადადებას რომ მიუბრუნდეთ მხოლოდ მას შემდეგ, ანუ ვიდრე უნგრეთი არ გამოფხიზდება და უნგრეთი არ გამოფხიზდება, მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ეს გამოდის, ეს გამოსჩვივის და იქნება სპეციალურად არ გამოფხიზლდება, ოღონდ რუსეთის ზეწოლი ცხადია უნგრეთი. იქნება და მართლა აი პირდაპირ მნიშვნელობით მეთქი ასე ვიტყვი, ტროას ცხენია და ის არის ტროას ცხენი. უნგრეთის ლიდერი ორბანი და არა მხოლოდ უნგრეთის ლიდერი, სლოვაკეთის ლიდერი და კიდევ ეს მე იმ ნატოს იმ წევრ სახელმწიფოებზე აღარც ვლაპარაკობ, რომლებიც თითქოს არიან ნატოში, მაგრამ არ არიან ადეკვატურნი და ვერ გრძნობენ იმას, რასაც გრძნობს პოლონეთი, ან ბალტიის სახელმწიფოები, ან თუნდაც ჩეხეთი, ან თუნდაც რუმინეთი. კარგით, განვაგრძოთ. ეს ქმედება მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს მოლაპარაკებებში ძალასა და გავლენას რუსეთზე. დიახ, ამცირებს როგორც მოლაპარაკების სურვილი პორტუგალიის ლიდერს არც აქვს, ესპანეთის ლიდერსაც კი არ აქვს. რა უნდა დაუშავოს რუსეთმა, ასე უნდა ვთქვა, პორტუგალიას, რომელსაც ასე რომ დავხედავთ ხელმარცხნივ ატლანტის ოკეანე აქ და რომ დავხედავთ ხელმარჯვნივ ესპანეთი და დასრულდა. ლისაბონის პრობლემები ამით ამოიწურება, ეხა იქიდან ზვიგენები არ შეჭამენ და აქედან მადრიდი მას არ დაარტყავს, მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს არ დაიწყებს და მოსკოვიდან ლისაბონამდეც მისწვდება განა არა რაკეტები, მაგრამ ლისაბონი მოსკოვისთვის დასაკვირველია 32 ხარისხოვანია. ასე უნდა ვთქვა, უმალ ბუდაპეშტი უფრო მნიშვნელოვანია ბუდაპეშტის დაბომბვა ვიდრე ლისაბონისა პუტინისათვის. განვაგრძოთ. ფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი, ისევე როგორც ნატოს მიერ, როგორც ერთიანი ჯგუფის ჩინეთის წინააღმდეგ 50% საბაჟო ტარიფების დაწესება, ამბობს ტრამპი, რომლებიც სრულიად გააუქმდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომის შეწყვეტაში. დიახ, ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. საინტერესო ამბავია, მე ახლა კობახიძეზეც ორ სიტყვას ვიტყოდი, მაგრამ არ ვიტყვი სხვა ვიდეო ბლოგისთვის. გადავდოთ რაიბოდიალა საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ბანდიტმა ეკონომიკაზე, ევროპის კავშირის ეკონომიკაზე, მაგრამ ახლა ჩინეთზე ვისაუბროთ ორი სიტყვა. დიახ, სალდო, როგორც ასეთი, ჩინეთისა იზრდება სავაჭრო სალდო ევროკავშირში და ეს ფაქტია. 50% საბაჟო ტარიფების დაწესება ჩინურ პროდუქციაზე, აი კალამი, ჩინური, მართლა ჩინური იქნება ეს.
made in China არა წერია, მაგრამ რაღაცას მოხვა და მაღალზე მაღალი ალბათობით ბავშვის ეს კალამი არის ჩინური და ის სათამაშო ზოგადად, ხო? ძალიან გაუჭირდება, გაგიკვირდებათ და გაუჭირდებათ აქამდე მოუმზადებელ, აქამდე მერკელიადაში მყოფ ევროპას. და მერკელიადისაგან მოდი გულახდილები ვიყოთ, ევროპა გამოფხიზლდა არა 22 წელს. გამოდის არა 22 წლიდან. არამედ გამოდის თუ გამოდის ისიც აი ახლა 24-დან, 25-დან, 24-დან თუ გნებავთ ასე ვიტყვი. იმიტომ რომ ეს გამჯდარი რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია, მასთან ურთიერთობა, მასთან ვაჭრობა, მასთან ჩინეთთანაც, ხო? ეს იყო და ევროპას საკუთარი წარმოება, ფეხებზე ეკიდა მეთქი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ დიახ, მძლავრი ჩინეთი არა მხოლოდ ევროპაში შედიოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რატო არ აქცევს ყურადღებას პრეზიდენტი ტრამპი მეთქი რა უფლება მაქვს ამის თქვის, მაგრამ სალდო როგორც ასეთი, არა თუ ევროპას, არამედ შეერთებულ შტატებსაც კი უარყოფითი აქვს ჩინეთთან. და დაწესება 50%-იანი, 100%-იანი მით უმეტეს ტარიფებისა თუ საბაჟო ტარიფებისა, ხო? ფრიად გაუჭირდება. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებელი არ არის, მე ვამბობ და ჩინეთის მიმართ ამგვარი მკაცრი სანქციები გასატარებელი არ არის, 100 გასატარებელია, მაგრამ გაუჭირდება კია. და იქნება და სხვა ქმედებები იყოს საჭირო, აი ინდოეთი რა კავშირშია ახლა, მაგრამ ინდოეთზე დაწესებულმა სანქციებმა 25%-იანმა თავდაპირველად განაპირობა მოდის ინდოეთის ლიდერის ერთგვარი განშორება შეერთებული შტატებისაგან. არა და ინდოეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონალური პარტნიორი არის, შეიძლებოდა ყოფილიყო და მე დარწმუნებული ვარ იქნება კიდეც გარკვეული პერიოდის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ ინდოეთსა და ჩინეთის არა ერთიანობა სასიცოცხლო ინტერესებში შეერთებული შტატების, არამედ სწორედაც რომ შეპირისპირება კონკურენტ ინდოეთისა, რომელიც ხოთაშორის დემოგრაფიული თვალსაზრისით იზრდება, ანუ სალდო თუ სწორედ სიტყვაა, ხო, ბალანსი უფრო ზუსტი რომ იყო სიკვდილიანობასა და შობადობას შორის, შობადობის სასარგებლოდ არის ბევრად, ხოლო ჩინეთი მცირდება, ინდოეთის ეკონომიკაც იზრდება, განაჩინებს არ იზრდება, მაგრამ ტემპი დინამიკა ინდოეთს უფრო უკეთესი აქვს და ამ დროს ინდოეთს უბიძგო რომ პაკისტანთან ერთად იყოს რაღაცა ალიანსში, რომელსაც არ იქნება აქვე გეტყვით, მაგრამ მაინც თუნდაც შეხვდნენ ჩინეთის ლიდერი და ინდოეთის ლიდერი და იქ იყოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ხო? აღარ ვლაპარაკობ სხვა სახელმწიფოებზე. ჩემი მოსაზრებით რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც ეს იყო შეერთებული შტატების ერთგვარი ინდოეთთან მიმართებაში ხას უსვავ, ერთგვარი ფუჭი გასროლა 25%-იანი ტარიფების დაწესება. ხო და ევროპას მოსთხოვო მეთქი, ცოტა რთულია იქნება და სხვა ნაბიჯის გადადგმა იყო უპრიანი, სხვა გვარი განცხადების გაკეთება იყო უპრიანი შეერთებული შტატების მხრიდან თუ ის ტრამპი ცდილობს რომ ორპოლუსიანი გახადოს მსოფლიოს ეს დეკლარირებულად გახადოს, ეს ისედაც ასეა. უბრალოდ ევროპოლუსიანობის დეკლარირებულად წარმოჩენა ხო ან ორპოლუსიანი დეკლარირებულად რომ გახდეს მსოფლიო ამის ილუსტრირება წარმოჩენა რატო არის აუცილებელი, რომ პეკინმა თქვას რომ აი მე ვდგავარ და აბა მოდი ვაშინგტონიდან მოდით და დამეტაკეთ. და მე გავარკვიოთ ვინ ვისკენ არის და გამორიცხულია რომ არათუ გამორიცხავთ მართლა რომ არათუ ინდოეთი არამედ ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმაც აქ ასე მიჭიკარტებულები იქნებიან რა, თუ იქნებიან, უცებ თქვან რომ ისიც გავაბატიეთ, გავდივართ ნატოდან. საერთოდ გავდივართ და მე უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩინეთთან ურთიერთობას ვერ შევწყვეტ და აღმოჩნდნენ ტრულ ბანაკში. ამას გამორიცხავთ. ოღონდ ტრამპი მართალია. რა საკვირველია ნავთობით არ უნდა ვაჭრობდეს, ევროპა არ უნდა ევაჭრა, როგორღაც უნდა მოეძიებინა ალტერნატიული გზები, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და 50 არ ვიცი ხა ამ მიმართულებით მე კვალიფიკაციას ხადია მაკლია, მაგრამ უნდა შეფიქრა იმაზე, როგორ უნდა შეემცირებინა ჩინეთის სავაჭრო წილი საკუთრივ ევროკავშირის კონტინენტზე. კარგით, განვაგრძოთ. ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟია, რომ გაუქმდებაო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომის
შეწყვეტაში სასიკვდილო და უაზრო ომია, ეს ძალიან საინტერესო პასაჟია, ამაზე ან გავჩერდები ან არა, არ ვიცი, მაგრამ გაუქმებასთან დაკავშირებით კი ორ სიტყვას ვიტყვი, რა საკვირველია, დიახ, ჩინეთი ასაზრდოებს რუსეთს. ჩინეთისთვის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსეთმა იომოს უკრაინაში, იმიტომ რომ ამით ჩინეთი ძლიერდება. ამით ჩინეთი თავისი რბილი და არც თუ რბილი ეკონომიკური პოლიტიკით პირველ ყოვლისა შედის რუსეთის აღმოსავლეთში ბევრ რამეს ათმობინებს რა. პუტინს ჩინეთს სურს გაფართოება, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა, არა იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა და მილიარდ ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერ ეტევა. უტრირებულად ვიტყვი ჩინეთში რა საკვირველია ეტევა ასე მჭიდროდ დასახლებულობის ამბავში, თუმცა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სივრცე ჩინეთი მაინც არ არის მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. არამედ იმიტომ რომ ჩინეთს უნდა მეტი და მეტი რესურსი და რუსეთი რაც უფრო ვედრების რეჟიმში იქნება პეკინთან მოსკოვი, ხო? მით სასარგებლოა ეს ყველაფერი ჩინეთსაც ოღონდ ჩინეთს პეკინს არ უნდა მოსკოვის სრული გამარჯვება უკრაინაში და არ უნდა დამარცხებაც, ამიტომ უნდა გაგრძელება ამ ომისა. ხო, ეს რაც შეეხება საკითხს თემაზე ჩინეთს ძლიერი გავლენა აქვს რუსეთზე, სწორია პრეზიდენტი ტრამპი, ჩინეთს უმძლავრესი გავლენა აქვს რუსეთის ომზე, ეს ჩინური ომია, ჩინეთის ომიც არის ასე, ოღონდ არა ასე დეკლარირებულად და მეორე მესამე მხრივ რატომ უნდა წარმოჩინდეს ასე რომ ჩინეთია პირველ მოთამაშე, ხო? როცა ჩინეთთან მოლაპარაკება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება რაღაც თამაშობანი, მოდი ასე ვიტყვი. კარგი, შემდგომი წინადადება, ესე იგი წილ შეიტან სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომი არ არის. ყოველ შემთხვევაში უკრაინელებისათვის ღირებულებებს ვინც იცავს, მათთვის მაინც მომიწია ამაზე კომენტარის გაკეთება. ტრამპისთან დაკავშირებით. ჩინეთს ძლიერი გავლენა აქვს. აღნიშნა რომ ეს არ არის ტრამპის ომი და სოფლიოს მოქალაქეებმა რომ თქვან რომ დავიღალეთ და გავიგეთ რომ ეს არ არის ტრამპის ომი და ეს ბაიდენის ომია, ეს გავიგეთ. ყოველ 2 დღეში ერთხელ 3 ჯერ ამაზე ყურადღების გამახვილება დამატებით არ გვარწმუნებს იმაში რომ ეს არ არის ტრამპის ომი. გასაგებია რომ მის პირობებში არ დაწყებულა, გასაგებია რომ ის რო ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი არ დაიწყებოდა, ეს ასე ან არის ან არ არის, მაგრამ ომი არ დაიწყებოდა, იმიტომ რომ ომი ამერიკელებმა კი არ დაიწყეს. ომი დაიწყეს რუსებმა და რუსები ტრამპის პირობებში რატომ არ დაიწყებდნენ? It's a question, რატომ არ დაიწყებდნენ? არ მოუნდებოდათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება, არ მოუნდებოდათ დეკლარირებულად იმის თქმა, რომ იცით რა არის, უკრაინის მილიტარიზაცია უნდა მოხდეს. თუ უკრაინელები არ გაუწევდნენ წინააღმდეგობას. ამიტომ ესე აღფრთოვანები ტრამპის ამ წერილის განხილვა კი სწორია, კვლავ ვიმეორებ, ბევრ ნაწილში სწორია, მაგრამ გარკვეულ საკითხებში კრიტიკული თვალით უნდა გავხედოთ ამ წერილსაც და საერთოდ უფრო ობიექტურად უნდა შევაფასოთ ჩვენი პრიზმიდან, ცხადია, თუ გლებავთ ასე ვიტყვი, ამ ომსაც და ამ წერილსაც და ეს წერილიც, ეს ომიც და ასე შემდეგ. ტრამპის ომი ის არასოდეს დაიწყებოდა, მე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი, გასაგებია. ეს არის ბაიდენისა და ზელენსკის ომი. ხო, ზელენსკის ომი არის, უკრაინელების ომია, მაგრამ ომი დაიწყო პუტინმა. აი, ყველა სიტყვას ჩავძვერი თითქოს, ხო, ყველა სიტყვას, არც ერთ სიტყვას არ ვუტოვებ ტრამპს, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლევამოსილი სახელმწიფოს პრეზიდენტი და ისე უნდა გადმოვაბალანსო რა საკვირველია. ნუ შეაფასებთ მასაც კი ამ წერილის მიხედვით და მხოლოდ ბევრი უთქვავს საკრიტიკო, ბევრი უთქვავს არასაკრიტიკო პრეზიდენტ ტრამპს. ზელენსკის ომი, ჩემი მიზანია მხოლოდ ამ ომის შეჩერება და 1000-ობით რუსისა და უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენა. პუტინს არ ანაღლებს თავისი 1000-ობით ჯარისკაცი და მესმის კეთილშობილება პრეზიდენტი ტრამპისა. და მე უკვე ასახელებს კონკრეტულ რიცხვს 7112 ადამიანი დაიღუპა გასულ კვირაში. სრული სიგიჟეაო, იმასაც ამატებს. ეხლა უყურეთ შემდეგი წინადადება. თუ ნატო გაითვალისწინებს ჩემს წინადადებებს, ომი სწრაფად დასრულდება და ეს სიცოცხლეები გადარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ჩემსა და შეერთებული შტატების დროს ენერგიას და რესურსს ხარჯავთ. გოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ჩემსა და შეერთებული შტატების დროს, ჩემი და შეერთებული შტატების დროს ენერგიასა და რესურსს ხარჯავთ. ანუ ეს ერთგვარი განშორება, მე გამოვდივარ თამაშიდან. მადლობა ყურადღებისათვის.
დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეს ერთგვარი ბოლო წინადადება არის, ერთგვარი მინიშნება, რომ მე გავდივარ თამაშიდან. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალია, რაზეც ყურადღების გამახვილება უთუოდ ხილს. ტრამპი თამაშიდან ვერ გადის. განამარტო არ გადის. არამედ ვერ გადის. ახლა ახმამაღლდება ვინმე პაპუაშვილი და იტყვის, რომ აგე, პაპუაშვილი არა, უგაცრავად, ის სხვა სეგმენტზე მუშაობს, ევროპელებზეა ფოკუსირებული. ახმამაღლდება ვინმე შათილიშვილი და იტყვის, რომ აგე ტრამპი დიპ სტეითის მძევალია და ომიდან ვერ გადის, ამ პროცესებიდან ვერ გადის, იმიტომ რომ გლობალური ოლიგარქია მასაც მართავს და შეერთებული შტატების მთელ პოლიტიკურ ოფიციალურ ელიტას და თვით დონალდ ტრამპსაც მართავს და მას არ უშვებენ ამ ომიდან, მაგრამ მართლაც ასეა, დიახ, არავინ და ვერავინ გაუშვებს. თუ გნებავთ ასე ვიტყვით, თუ გნებავთ ვიტყვიო დიპ სტეითი ვერ გაუშვებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს და თვითონ შეერთებული შტატების პრეზიდენტიც არის დიპ სტეითი, გაგიკვირდება და საკუთარ თავს ვერ გაუშვებს ამ ომიდან გეტყვით რატო. გეტყვით, იმიტომ დამოუკიდებლად იმისა, სხვათა შორის, ახლა უნგრეთი და სლოვაკეთი ნავთობით ვაჭრობას, რუსული ნავთობის მიღებას შეწყვეტენ თუ არ შეწყვეტენ მათივე ტერიტორიებზე, მათივე ქვეყნებში, ხო? დამოუკიდებლად იმისა, როგორი პასუხი ექნება ნატოს დანარჩენ უკლებრივ ყველა სახელმწიფოს, ან ინდივიდუალურად, ან კოლექტიურად, თუ კოლექტიური პასუხი საერთოდ იქნება. საქმე ის არის, რომ როგორც კი ტრამპი იტყვის და მართლა დაიწყებს გასვლას ამ პროცესიდან, უკრაინა დარჩება აბსოლუტურად მარტო. აბსოლუტურად მარტო დარჩენილი უკრაინა საწყის ეტაპზე წინააღმდეგობას გაუწევს ევროპელთა დახმარებით და საკუთარივე ძალისხმევით რუსეთს. ეს საწყისი ეტაპი გრძელდება 2 წელიწადი. წელიწად ნახევარი. 2 წელიწადი სულ მაქსიმუმ, მაგრამ 2 წლის განმავლობაშიც კი ითანგება, გამოიფიტება უკრაინა. მეტი და მეტი მსხვერპლი ეყოლება. 7118 კი არა, აქ ორივე შემთხვევაშია, მაგალითად 3000 გავყოთ შუაზე 3606 კი არა, 600 რამს გამოვიდა, ხო 666 თუ 656. ხო, რამდენიც გამოვიდა. ამადენი კი არ ეყოლება, ეყოლება ბევრად მეტი. საერთოდ რას ნიშნავს ეს გასვლა თამაშიდან, ხო, ეს ევროპელთა ომია, ეს ჩემი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია, ეს ზელენსკის ომია და ასე შემდეგ. ნიშნავს თუ არა ეს მიტოვებას ვერ მიატოვებს ტრამპი, იმიტომ რომ მან უკვე თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ანხორციელებს ამას, რომ მიხიდის ევროპას. მიხიდის ის იარაღს და აძლევს უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციებს. ამას თუ გააკეთებს და გამოვა ამ პროცესიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ შუაგულ ევროპაშიც კი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბომბები უფრო და უფრო ინტენსიურად ჩამოვარდება და ეს ტრამპმა შესანიშნავად იცის და თუ ტრამპმა არ იცის, მის გარშემო მყოფებმა უკლებრივ ყველამ მეთქი, ასევე ასე უნდა ვთქვა, რასაკვირველია იცის ასე მაგალითად მარკო რუბიომ და აქედან გამომდინარე ცუდად ჟღერს შესაძლოა და შათილიშვილის ვიმეორებ, მაგრამ მას არ გაუშვებენ შეერთებულ შტატებს, არც პრეზიდენტს, არც კონგრესი, არც სენატი, არც ზედაპალატა, არც ქვედა პალატა, ესე ვიტყვი, არც ადმინისტრაცია, უშუალოდ თეთრი სახლი, რჩევლები, პოლიტიკური ინსტიტუტები, ზოგადად ინსტიტუციები და ასე შემდეგ ამ ომიდან არ გაუშვებენ ისე, რომ უკრაინა დამარცხეს, უკრაინა მიტოვებული იყოს. ეხლა ფორმა როგორ დაეხმარება შეერთებული შტატები უკრაინას მიყიდვით იარაღისა ნატოს დანარჩენი სახელმწიფოებისათვის, სხვა საშუალებებით, სხვა შესაძლებლობებით, სხვა ხაზებით, ეს ცალკე ამბავია. რაც არ უნდა ილაპარაკოს მოკლედ ტრამპმა, ეს მაინც და მაინც ნუ დაგზაფრავთ მეთქი ამას გეტყვით, თუ მით უმეტეს გავიხსენებთ იმას, რომ აი არც თუ დიდი ხნის წინ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 3300-მდე უმნიშვნელოვანესი 480 კილომეტრზე უბრალოდ სახელი არ მახსოვს რაკეტები გადაეცა, ყვითლები არ იყო, მაგრამ შავები კი იყო, გადაეცა უკრაინას, გადაცემის პროცესშია ნაწილი და გადაეცა ნაწილი, რომლებიც 480, ანუ 500 კილომეტრზე იფრენენ და ჩამოვარდებიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ მით უმეტეს გავიხსენებთ იმასაც, რომ პრინციპში შეერთებული შტატებიც მიდის, ტრამპის ადმინისტრაცია მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, კი არა იმ ინსტრუქციამდე უკრაინისათვის, რომ რატომაც არა, ნებართვამდე უკრაინისათვის, რომ რატომაც არა დაბომბეთ უშუალოდ
რუსეთის დე იურე წინადადებები ჩემი რაკეტებით. ამიტომ ექსცენტრიულ პრეზიდენტს ახასიათებს ამგვარი სიტყვების თქმა, მე არ მინდა ვთქვა, რომ წამოსროლა მეთქი. მე რასაკვირველია ვისურვებდი, ისე როგორც სოფლიოს ყველა თავისუფლების მოყარე მოქალაქე ისურვებდა, რომ ტრამპს ეთქვა, რომ მე ვაწესებ სანქციებს პირველად, მეორად ბანკების წინააღმდეგ მძიმეს და კიდევ უფრო მძიმეს და აბა კარგი ბიჭი ხარ შენ ორბან და არ მომბაძო, აი მე სამაგიეროდ გთავაზობ ალტერნატივას. აი საფრანგეთი რომელიც შენზე ძლიერია, ვეთამაშები და ველაპარაკები ასე, გერმანია რომელიც საფრანგეთის მსგავსად არანაკლებ ძლიერია, ველაპარაკები ასე. ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნატოს წევრია, მე ველაპარაკები ასე. იქნება და შევიმუშაოთ ჩინეთის მიმართ საერთო პოლიტიკა 50% ბევრია, 22 დავაწესოთ. საერთოდ მოდი იქნება და მაკრონი შეხვდეს სის პირობითად. ოცხადია. მე ვისურვებდი ამას, მაგრამ ის რომ ეს ცალსახად არასწორია შინაარსით ეს განცხადება, ამის თქმა არ შეიძლება. ისევ როგორც პირიქით არ შეიძლება თქმა იმისა, რომ ეს ხისტი განცხადება, ეს განცხადებაც ხისტია ცხადია, ცალსახად ნაყოფი შედეგზე ორიენტირებული იქნება. ვერ დააწესებს. აი გულის ტკივილით ვამბობ, ბულგარეთი, რომელიც ნატოს წევრია და რომელიც არ არის უნგრეთი და ისეთ დესტრუქციულ როლს არ თამაშობს როგორც სლოვაკეთი თუ უნგრეთი, ნატოს და ევროკავშირის სივრცეში, ბულგარეთი ვერ დააწესებს სანქციებს ჩინეთის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა მისი ეროვნული წარმოება როგორია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმპორტულ საქონელს ნებისმიერი მიმართულებით, ცხვილი თუ წვრილი მიმართულებით ის ჩინეთიდან იღებს. სამწუხაროდ იაფ საქონელს, იაფი მუშახელია ჩინეთში, ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებულია და ასე შემდეგ და რა ბულგარეთის შეერთებული შტატები იღებს მეთქი ხალხო. რაზე ვლაპარაკობთ, ხო? არასწორმა, ასე უნდა ვთქვა, სტრატეგიული თვალსაზრისით არასწორმა პოლიტიკამ, ჩინეთზე ინდუსტრიების გადატანამ ჩინეთში, ჩინეთის ესე გაქსუებამ, გაძლიერებამ, სათავისოდ გაძლიერებამ ჩინეთი მართლა აქცია მონსტრად, რომელიც ახლა საერთოდ იმაზე აცხადეს პრეტენზიას, გაავიდა კი არა 28 წუთი გავამალე, რომ ის გეოსტრატეგიული ცენტრია, თლად გეოსტრატეგიული ცენტრია. რომელიც ასაკვირველია მეორე მხრივ ვერ შეუპირისპირდება დასავლეთს, მაგრამ აი ამ ჯახამდე არც უნდა მივიდეთ მეორე მხრივ. ისე უნდა მოუგრიხოს დასავლეთმა შეერთებულმა შტატებმა პირველ ყოვლისა კისერი რუსეთს, რომელსაც ჩინეთი ასაკვირველია უმცროს ძმად მიიჩნევს და იყენებს იმისთვის, რომ ეს დიდი ჯახი დასავლეთსა და ჩინეთს შორის არც მოხდეს. და ამასობაში კიდევ შედის ციმბირის ურალს აქეთ რუსეთის ტერიტორიაზე და ძლიერდება. ამიტომ დიდი კონკურენციის პირობებში შევდივართ, მე მგონია რომ ევროპა გაუძლებს, ხო და ევროპასთან დაკავშირებით, ფოცულად ირაკლი კობახიძის ბოდბებთან დაკავშირებით ევროპის თაობაზე, მე სხვა დროს არ ვიცი დღეს ალბათ. იმედი მაქვს, მექნება შემდეგი ვიდეო ბლოგი. ნახვამდის.